ზამთრის სეზონზე გაზის დანადგარების არასწორი ექსპლუატაციის ან მომხმარებლის დაუდევრობით გამოწვეული საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება. გასული წლის მარტიდან დღემდე ამ მიზეზით თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, 2 დაშავდა, 35 კი CO2 მოიწამლა. მონაცემი წინა წლების სტატისტიკასთან შედარებით ბევრად ნაკლებია, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს სრულად გაითვალისწინებს, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები შესაძლოა საერთოდ აღარ მოხდეს. რას ურჩევენ აბონენტებს სპეციალისტები, თამარ ნადარეიშვილი გიამბობთ. წყლის გამაცხელებელი აქვს ღია წვის შიგნით დამონტაჟებული და რეფლექტორი გამართობელი აბაზანაში. ასეთი სურათი დახვდა თბილისი ენერჯის გაზის მონიტორინგის ბრიგადას თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული დანადგარების საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის, რადგან მათი მოხმარების დროს ჰაერში საშიში ნივთიერება CO გროვდება. სპეციალისტებმა სახლის მეპატრონის წინააღმდეგობის მიუხედავად ღია წვის კამერიანი დანადგარი მოხსნეს. გექნებოდათ აუცილებლად გაფრთხილება, მაგრამ თქვენ ამ გაფრთხილებას არ ღებულობთ და არ იჯერებთ, რომ ეს სინამდვილეში რო კლავს, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს. გაზის მოხმარების შედეგად უბედური შემთხვევები ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული. ეს არის აბონენტების მიერ ღია წვის კამერიანი დანადგარის თვითნებურად დახურულ სივრცეში დაყენება, რაც CO-ს დაგროვებას და ინტოქსიკაციას იწვევს და უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარი, რაც საბოლოოდ აფეთქებით მთავრდება. როგორც თბილისი ენერჯიში აცხადებენ, უბედური შემთხვევების 70%-ზე მეტი სწორედ პირველ მიზეზს უკავშირდება. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია ღია წვის კამერიანი დანადგარის დახურულ სივრცეში დაყენება. დასაშვებია ბინაში მხოლოდ დახურული წვის კამერიანი დანადგარის დამონტაჟება, თუმცა გაზსადენი მიყვანილი უნდა იყოს სპეციალისტების მიერ, რისთვისაც სწორედ მათ წარმომადგენლებს უნდა მიმართონ. როდესაც აბონენტი, მომხმარებელი თვითნებურად დააყენებს ღია წვის კამერიან დანადგარს, თვითნებურად მიიყვანს ამ დანადგარამდე გასცადეს სხვადასხვა ტექნიკური დარღვევებით, ძალიან ბევრნაირი ეს ტექნიკური დარღვევა, შემდეგ მოხდება ამ დანადგარის ექსპლუატაციის შედეგად CO-ს ნახშირჟანგის დაგროვება, დახურულ სივრცეზეა რა თქმა უნდა საუბარი და ინტოქსიკაცია, რაც ხშირ შემთხვევებში გარდაცვალებით სრულდება. მეორე, ეს არის უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარი, საიდანაც შეიძლება გამოვიდეს გაზი, თვითნებურად ტექნიკური ნორმების დარღვევით გაყვანილი გაზსადენი, ეგრეთ წოდებული შლაგი, რომელიც გამოძრობაც ხდება ხშირად, ფეხის გაკვრის შედეგად და კიდე არის ბევრი ვარიანტი, როდესაც ირღვევა ტექნიკური ნორმები და შემდეგ ხდება აღნიშნული და გაზის გამოსვლა, დაგროვება, რა თქმა უნდა, აქაც დახურულ სივრცეზეა საუბარი და პროვოცირების შედეგად აფეთქება. გასული წლის 1 მარტიდან მოყოლებული ამ დრომდე თბილისი ენერჯის წარმომადგენლებმა 270,000-ზე მეტი მომხმარებელი შეამოწმეს, საიდანაც სხვადასხვა ტიპის დარღვევა 3,500 ოჯახში გამოვლინდა. ისანი სამგორი, ვაზისუბანი, გლდანი, კრწანისი, ასე გამოიყურება ყველაზე საშიში უბნების სია, სადაც ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდებოდა. როგორც თბილისი ენერჯიში აცხადებენ, წინა წლებთან შედარებით, უბედური შემთხვევებისა და CO2 გარდაცვალების სტატისტიკა შემცირებულია. დასახელებულ პერიოდში 35-მა ადამიანმა მიიღო CO2 ინტოქსიკაცია, სხეულის დაზიანება 2-მა, ხოლო გარდაიცვალა 5 ადამიანი. როგორც თბილისი ენერჯიში აცხადებენ, უბედური შემთხვევების შემცირება მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებისა და მათ მიერ გაწეული კამპანიების შედეგია, თუმცა ურჩი აბონენტები პრობლემად ისევ რჩება. წარმოიდგინეთ, მივედით, უთხარით, რომ არ შეიძლება, ამან შეიძლება შენ გავნოს, შენი ოჯახის წევრს, შენ ბავშვებს ავნოს, მივიღებთ ზომეთ, ჩავხსნით დანადგარს, მაგრამ შემდეგ წელს რომ მივდივართ, აღმოჩნდება, რომ ამან დანადგარის გამოცვლის და ხარვეზის გამოსწორების ნაცვლად მიაერთა ისევ ეს დანადგარი ქსელზე და გააგრძელა მოხმარება. 2.5% შესუნთქვის შემთხვევაში თუ ამ CO-ს შეისუნთქავ 10-დან 20 წუთში იწვევს ადამიანის გარდაცვალებას და თუ 1% შეისუნთქავს 1-დან 2 წუთში. გაზით გამოწვეული ბოლო 25 უბედური შემთხვევის 80% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში მოხდა. ამის შესახებ თბილისი ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც გეგმავს ბინის ქირაობას ან უკვე ცხოვრობს ნაქირავებ ფართში, შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკვეთ თბილისი ენერჯის სპეციალისტების გამოძახება და შემოწმება, თუ რამდენად უსაფრთხოთაა გაზის დანადგარები დაყენებული. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 240-04-ზე მოგმართოს 24/7-ზე 24 საათი 7 დღის განმავლობაში კვირაში და მოგთხოვოს დასაქირავებელი ბინის შემოწმება. ჩვენი სპეციალისტები მაქსიმუმ 48 საათში, მომდევნო 48 საათში მივლენ ადგილზე, მისცემენ მითითებებს დამქირავებელს და რა თქმა უნდა გამქირავებელსაც. ეს ეხება რა თქმა უნდა იმ მოქალაქეებსაც და იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ცხოვრობს დაქირავებულ და დაგროვებულში, ბინაში. ეს მომსახურება ხაზს უსვავ არის სრულიად უფასო.
გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევების შემცირებულ სტატისტიკაზე საუბრობს ენერგოომბუდსმენიც. როგორც ნინო გულეიშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით თავისი წილი პასუხისმგებლობა როგორც კომპანიას, ისე თითოეულ მომხმარებელს ეკისრება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კომპანიის წარმომადგენლების რეკომენდაციები მომხმარებლების მხრიდან ზედმიწევნით შესრულდეს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც თანაბარი წილი პასუხისმგებლობა მომხმარებელზედაც მოდის. ნებისმიერი ასეთი კომპანიის მხრიდან მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე დანადგარი შესაძლებელია ან ქსელი გადასაკეთებელია ან ოთახში ფანჯარა გასანიავებლად დასამატებელია, რომელიც მათ უსაფრთხოებას და ჯანმრთელობის გარანტს წარმოადგენს, აუცილებლად თითოეული მომხმარებლისაგან შესაძლებელი არის. ამიტომაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს დავემორჩილოთ. კანონმდებლობის მიხედვით აკრძალული გაზის დანადგარის აღმოჩენის შემთხვევაში გაზის მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია აბონენტს დანადგარი ჩაუხსნას. ფაქტის განმეორების შემთხვევაში მობინადრეს გაზის მიწოდება სრულად უწყდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ზამთრის პერიოდია, თბილისი ენერჯი მოსახლეობას გაზის დანადგარების დამონტაჟებისა და მოხმარებისას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.